გამარჯობათ. ვაგრძელებთ ლექციებს დემოგრაფიის აკრძალვებთან მიმართებაში. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება მოსახლეობის რაოდენობასა და მის სტრუქტურაზე. მოსახლეობის რაოდენობა. ასხვავებენ მოსახლეობის რაოდენობისას თეორიულ მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც გამოიყენება დემოგრაფიულ ანალიზსა და დემოგრაფიულ მოდელებში და ფაქტობრივი მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც გამოიყენება რომელიმე ტერიტორიის, ქვეყნის, რაიონის და ასე შემდეგ შემთხვევაში. მოსახლეობის რაოდენობა დაბადებათა და გარდაცვალებათა გამო მუდმივ იცვლება. დემოგრაფიაში მოსახლეობის რაოდენობა განიხილება როგორც დემოგრაფიული პროცესებისა და მოსახლეობის ასაკობრივი, სქესობრივი სტრუქტურისა და ჩაკეტილი მოსახლეობის შემთხვევაში და მიგრაციის ღია მოსახლეობის შემთხვევაში ურთიერთქმედების შედეგი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მივიღეთ მოსახლეობის ერთი სახე, რომელსაც ჩვენ ჩაკეტილი მოსახლეობა უწოდებთ, ან ზოგჯერ დაკეტილსაც უწოდებენ, დახურულსაც აგრეთვე, როდესაც მიგრაცია არ განიხილება. მოწყვეტილია მიგრაციისაგან და ღია მოსახლეობას სახე, როდესაც მიგრაციას აქვს ადგილი დაბადებებთან და გარდაცვალებებთან ერთად. ბუნებრივია, ბუნებაში ჩვენ უფრო ხშირად საქმე გვაქვს ღია მოსახლეობასთან. რამე თუ მიგრაციას პრაქტიკულად ყველა ქვეყნის შემთხვევაში აქვს ადგილი. მოსახლეობის რაოდენობა გამოიყენება დემოგრაფიული კოეფიციენტებისა და რიგი სხვა მაჩვენებლების გაანგარიშებისას. მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ მიიღება მოსახლეობის აღწერისას, ხოლო აღწერებს შორის პერიოდში მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა საფუძველზე. მოცემული საკითხები ჩვენ წინა ლექციებზე განვიხილეთ. დემოგრაფიული გაანგარიშებისას ჩვეულებრივ გამოიყენება მოსახლეობის საშუალო რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კალენდარული პერიოდების დასაწყისის მოსახლეობის საშუალო რაოდენობას და ასეთი სახელწოდებით არის ცნობილი. მაგალითად, 2005 წლის მოსახლეობის საშუალო რაოდენობა თუ წარმოადგენს 1 იანვრისათვის გარკვეულ რაოდენობას და 2006 წლის იანვრისათვის აგრეთვე გარკვეულ რაოდენობას, ასე დროს აიღება 2005 წლის 1 იანვრისათვის დაფიქსირებული მოსახლეობისა და 2006 წლის იანვრისათვის არსებული მოსახლეობის საშუალო. ანუ მათი ჯამი 1 იანვრისთვის ორივე შემთხვევაში 2005 და 2006 წლის მოსახლეობების ჯამი გაიყოფა ორზე. თუ სიტყვაზე საქართველოს მოსახლეობა იყო 4.321.500 2005 წლის 1 იანვრისათვის, ხოლო 2006 წლის 1 იანვრისათვის 4.401.300, მაშინ 2005 წლის საშუალო მოსახლეობის რაოდენობა იქნება 4.321.500 მიმატებული 4.401.300 და მათი ჯამი გაყოფილი ორზე. ისე თუ გაიანგარიშებთ, წესით უნდა მიიღოთ 4.371.400. სასურველია თუ თქვენ მოცემულთ, რაც მე ვთქვი ციფრების სახით, საშუალო მოსახლეობის გაანგარიშება გაიანგარიშებთ თქვენვე ხალხზე. ნახოთ, არის ესეთი ცნება დემოგრაფიაში საკმაოდ გავრცელებული და ფართოდ გამოიყენება და ალბათ თქვენ შეგვხედრიათ, როგორიც არის მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა. რა არის იგი მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა? ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა წარმოადგენს ასაკისა და სქესის მიხედვით ადამიანთა განაწილების გრაფიკულ გამოსახულებას.
ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა წარმოადგენს ორხრივი მიმართულების დიაგრამას, რომელზეც ყოველი ასაკისა და სქესის ადამიანთა რაოდენობა ან მათი წილი მოსახლეობაში გამოსახულია გარკვეული მასშტაბის ჰორიზონტალური ზოლებით, საფეხურებით მოცემულ შემთხვევაში. საფეხურები თუ ზოლები ერთმანეთზეა განლაგებული ასაკის დის მიხედვით, ჩვეულებრივ 0-დან 100 წლამდე. მარცხნივ მამაკაცებია, მარჯვნივ ქალები. ვინაიდან მოკვდაობის შედეგად ადამიანთა რაოდენობა უფროს ასაკში ნაკლებია ვიდრე დაბალ ასაკში, ჩვეულებრივად ეგრეა, გრაფიკულ გამოსახულებას მოცემულ შემთხვევაში აქვს პირამიდის ფორმა. ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა აიგება მოსახლეობის აღწერების ან მოსახლეობის გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე, ჩვეულებრივ 1 ან 5 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ასაკობრივ სქესობრივი პირამიდის საფეხურების ფართობი ან მასშტაბი შეესაბამება ყოველი ასაკისა და სქესის მოსახლეობის რაოდენობას ან მათ წილს, პროცენტს მოსახლეობაში. ამასთან საფეხურის სიგრძე შეესაბამება მოცემულ ასაკობრივ ერთეულზე მოსულ ადამიანთა რაოდენობას. ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა გამოხატავს ასაკობრივ სქესობრივ სტრუქტურას დროის ამა თუ იმ მომენტისათვის. ის აფიქსირებს წინა პერიოდის მოსახლეობის აღწარმოების და მიგრაციის შედეგს. საფეხურების შედარებითი სიგრძე უფროსი ასაკიდან უმცროს ასაკამდე იძლევა წარმოდგენას მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე, შობადობისა და მოკვდაობის პროცესების გავლენაზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამასთან მიგვითითებს მოცემული მომენტისათვის ჩამოყალიბებული ასაკობრივი სტრუქტურის გავლენას მოსახლეობის პერსპექტიულ ზრდაზე. სურათზე მოტანილია მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა. მოცემულ შემთხვევაში მოტანილია საქართველოს 2011 წლის მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივი პირამიდა საქსტატის მონაცემების საფუძველზე. როგორც ზემოთ ითქვა, პირამიდა შეიძლება გამოისახებოდეს როგორც ათასებში, ისე პროცენტულად წილობრივად. მოცემულ შემთხვევაში გამოსახულება მოცემულია ათასებში. ასაკობრივი ზღვარი 0-დან 85 და უფროსი ასაკის მოსახლეობას მოიცავს. ინტერვალი ასაკობრივი 5 წლიანია, 0, 4, 5, 9 და ასე შემდეგ. მარცხენა მხარეს არიან მამაკაცები, რომლებიც დიაგრამაზე ცისფრად არის გამოსახული, ხოლო მარჯვენა მხარეს ქალები, რომლებიც გამოსახულია აგურის ფრად. ჩვენ ხედავთ, რომ ზევითკენ, გარედაც ასევე საუბარი ჰქონდა, მოკვდაობის გამო თანდათან საფეხურების სიგრძე მცირდება და ზედა ასაკში აშკარად ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც მამაკაცების ჭარბ მოკვდაობიდან გამომდინარეობს ქალებთან შედარებით. ჩვენ შეგვიძლია ამავე პირამიდაზე ისიც დავინახოთ, რომ სულ ქვედა საფეხური 0-4 უფრო ფართია ვიდრე 5-9 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის, რაც შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ბოლო წლებში წინა წლებთან და პერიოდთან შედარებით შობადობა გაიზარდა, მაგრამ თუ ნახავთ ჩვენ 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის პირამიდის საფეხურს, ის ყველაზე ფართია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წელს თუ გამოვაკლებთ ამ 25-29 წლის წელს, ანუ მივიღებთ სადღაც 1980-85 წლებს, შობადობა იმ დროს მეტი იყო, ყველაზე მაღალი იყო და აღემატებოდა დღევანდელ დაბადებულთა რაოდენობასაც კი ბოლო პერიოდში დაბადებულებს. აი ასეთი და სხვა მრავალი დასკვნის
გამოტანა შეიძლება პირამიდის საფეხურების ანალიზის საფუძველზე. ამავე ნაწილში განვიხილოთ სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს მოსახლეობაში ან მის ამა თუ იმ ჯგუფში დედრობითი და მამრობითი სქესის პირთა რაოდენობის თანაფარდობას. ძირითადად იზომება მამაკაცთა რაოდენობით, რომელიც მოდის 100 ან 1000 ქალზე. ზოგჯერ მამრობითი სქესის პირთა წილით ორივე სქესის პირთა შორის. ადამიანის სიცოცხლის პერიოდიდან გამომდინარე, სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობას ყოფენ პირველად, მეორეულად და მესამეულად. პირველადი სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი ზიგოტების რაოდენობის თანაფარდობას განაყოფიერებისას. ის შეადგენს ადამიანის ბიოლოგიის კვლევის ობიექტს. მიახლოებითი შეფასებით, პირველადი სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა შეადგენს 125-130 მამრობით ჩანასახს 100 დედრობითს. დემოგრაფიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს მეორეული და მესამეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა. მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს ბიჭებისა და გოგონების რაოდენობის თანაფარდობას ცოცხლად დაბადებულთა შორის. როგორც წესი, ის ნაკლებია პირველად სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობაზე. მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა შეადგენს 105-106 ბიჭს 100 გოგონაზე, ანუ 51,2% ბიჭების სასარგებლოდ. ეს თანაფარდობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ იშვიათად აღემატება 107 და ასევე იშვიათად არის 120-ზე ნაკლები. ამდენად შეიძლება ვთქვათ, რომ ბიჭები მეტი იბადება ყოველთვის ვიდრე გოგონები. სქესთა მეორეული თანაფარდობის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის ჯერ კიდევ 1662 წელს იყო აღწერილი ჯონ გრაუნტის მიერ, რომელიც აღნიშნავდა, რომ ბიჭები ყოველთვის მეტი იბადება ვიდრე გოგონები. რაც შეეხება სქესთა მესამეულ თანაფარდობას, ის მიანიშნებს მამაკაცების რომელსა და ქალების თანაფარდობას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რადგან ასაკის მიხედვით სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა მოკვდაობის განსხვავებისაგან გამომდინარე ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავდება. აქვე შევხვდით მოკლედ ასაკს და მის განმარტებას. ასაკი არის ადამიანის სიცოცხლის ესა თუ ის ხანა, პერიოდი დაბადებიდან ნებისმიერ მომენტამდე. განარჩევენ ორგანიზმის ქრონოლოგიურ, ანუ კალენდარულ და ფიზიოლოგიურ, ანუ ბიოლოგიურ ასაკს. ქრონოლოგიური ასაკი იზომება დაბადებიდან გავლილი დროის ჩვეულებრივი წლების მიხედვით, ფიზიოლოგიური ასაკი განისაზღვრება ნივთიერებათა მიმოწვლის მდგომარეობით და ორგანიზმის ფუნქციით, აგრეთვე ამ პროცესების შესატყვისობით ადამიანის პოპულაციის ასაკობრივ ნორმებთან. ბუნებრივია ჩვენ უფრო გვაინტერესებს ქრონოლოგიური, ანუ კალენდარული ასაკი დემოგრაფიის ინტერესებიდან გამომდინარე. დემოგრაფიაში ასაკი დროის შუალედია პიროვნების დაბადებიდან ამ პიროვნების აღწერის მომენტამდე. ცნობები ასაკის შესახებ მიიღება მოსახლეობის აღწერებისა და გამოკვლევების დროს გამოკითხვის გზით. აგრეთვე დემოგრაფიული შემთხვევების ქორწინება, განქორწინება და სხვა მიმდინარე რეგისტრაციისას, ძირითადად შესაბამის დოკუმენტებში ჩაწერის საფუძველზე. მოსახლეობის აღწერის პროგრამა ზოგ ქვეყანაში ითვალისწინებს ასაკის რეგისტრაციას დაბადების ზუსტი თარიღის, წელი, თვე და დღე აღნიშნავს. რა არის ზუსტი ასაკი? ზუსტი ასაკი წარმოადგენს დროის მონაკვეთს დაბადებისა და ადამიანის ცხოვრების გარკვეულ მომენტს შორის. ყველაზე ხშირად დემოგრაფიაში ზუსტი ასაკი გამოისახება მთელი რიცხვით, მაგალითად ზუსტ 18 წელს ადამიანი აღწევს თავისი 18 წლის შესრულების დღეს. ზოგჯერ ტერმინი ზუსტი ასაკი გამოიყენება დამახინჯების გარეშე გაზომილი ასაკის აღსანიშნავად. ეს გამოუწვეულია იმით, რომ ადამიანები
გამოკითხვისას არასწორად მიუთითებენ ზოგჯერ თავიანთ ასაკს. ან ამრგვარებენ, ან ამცირებენ მას, ხან გაზდიან, ხან შეამცირებენ. ან კიდევ შესაძლებელია, რომ მუხუცებს აღარც კი ახსოვდეთ თავიანთი ასაკი, რის გამოც ისინი უთუთებენ არაზუსტ ასაკს. საშუალო არის ესეთი ცნება აგრეთვე საშუალო ასაკი. საშუალო ასაკი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ან ასაკის მიხედვით რომელიმე დემოგრაფიული შემთხვევის მიახლოებითი განზოგადებული მახასიათებელია. საშუალო ასაკი წარმოადგენს მთელი ერთობლიობის აბსტრაქტულ ტიპურ მახასიათებელს. გარკვეული თვალსაზრისით ის ანიველირებს შემთხვევით და არაშემთხვევით ცვალებადობას და რეალური ერთობლიობის ერთეულთა ერთი სიდიდით ზოგადი დახასიათების საშუალებას იძლევა. მაგალითად, შეიძლება ესეთი ვიხმაროთ და შეგვიძლია პრაქტიკაში, რომ დემოგრაფიაში ხშირად გამოიყენება თქვათ მოსახლეობის საშუალო ასაკი. სიტყვაზე საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი. ის შეადგენს დაახლოებით 37 წელს. მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ როგორ მიიღება გასაგებია. აქ შედიან როგორც პატარები, ბავშვები, ისე უფროსი ასაკის მოსახლეობა, რომელიც 37 წელზე გაცილებით მეტია. საშუალო ასაკი გამოითვლება როგორც ყველა ადამიანის ასაკთა მნიშვნელობის საშუალო არითმეტიკული მოცემული მოსახლეობისათვის, თაობებისათვის, აგრეთვე ადამიანებისათვის, რომელთა სიცოცხლეში ადგილი ჰქონდა რომელიმე დემოგრაფიულ შემთხვევას.